მე მგონი ამაში არ შემეწინააღმდეგები რომ შენს ფილმში შენ იყავი პირველად შენ გაიხადე ლიკა ქავჟარაძესთან ერთად იყო მე მგონი ეს რა. ხო, ნუ ეს ფაქტი. მოდი ამაში მაინც დამეთანხმდე. არა, ყველაფერში გეთანხმები, მარინა, რასაც. ხო, შენ უნდა გაშიშვდე კიდევაც. მაგალითად, პაზოლინში დიდი სიამოვნებით გაშიშვდებოდა, ხო? ან ვისკონტისთან. იმიტომ რომ ეს არის დიდი შემოქმედება. ან ბატონ ედმუნდ კალანდაძესთან, აი მოუწოდებ დღევანდელ გოგოებს თქვათ, ვინც მოდელია, ლამაზია, 10 წლის მერე, 20 წლის მერე ისინი ხო არავის არ ემახსოვრება, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ივსე ლორანი არ აყვავსო, რომ შოთა კალანდაძე არა, მე მოუწოდებ სასწრაფოდ ბატონ გაიხადოს. ედმუნდ კალანდაძესთან დიდ მხატვართან გაშიშვდეს, ან გაშიშვდეს ზურაბ ნიშარაძესთან. ის დახატავს, это уже вечность, как сказать. აჰა, ბოლოს და მე ამას გავაკეთებ ფილმს, სადაც გასაგებია და მე მინდა მაპატეთ თუ შეიძლება სანამ მე წარმოგიდგენ მე ვიცი თუ შეიძლება მაყურებელს ვუამბოთ ამის არა ნუ ესე იგი როგორ არის ნუ დიდი მხატვარი ესეთი ბატონ ედმუნდ კალანდაძე ზურაბ ნიშარაძე მინდა გავაკეთო ესეთი ფილმი სადაც ბატონი ზურაბი ხატავს შიშველ ნატურას და მე ვიღებ ეს იქნება ფილმში დახურეს პოლიპოლი დახურეს დიახ ადვილი ნამდვილად არ ყოფილა ძალიან რთულია არსებობსო და ბატონო ნებისმიერი ხელოვნება ბრძანეთ ასახავს რაღაც ამ ხელოვნების გარეთ არსებულ ფასეულობას და ის მაშინაა ფასეული, როცა იმისი ადეკვატური ენაა მონახული ხელოვნების. აი ეს მონახა ფოტოგრაფა ის ენა. ნებისმიერმა მონახა ფერწერმა იმის შესაბამისი ენა. გამოვიდა და აბსოლუტურად გამართება. მე ძალიან ბევრს მუშაობს თქვენთვის. არა, რასაკვირველია, მუშაობ დიდი მხატვრებისთვის, როგორც არის ედმუნდ კალანდაძე და ზურაბ ნიშარაძე. შეიძლება ან რამის შეცვლა უკვე აღარ შეიძლება, ზუსტად ჩანს ჩემ ფოტოებზე როგორი ვარ. ეს არის ჩვენი ინტიმური სცენა. არაფერი, სამსახურია ეს. არანაირი, კი, ნუ ჩემ შემთხვევაში არის ეს სამსახური. ძალიან გეწყინებათ ანეკდოტი რომ მოგიყვეთ. არა, მე გამიხარდება. გაგიხარდება? აუცილებლად. ასეთ ცნობილი ანეკდოტია. ედმუნდ კინი იყო ჩემი ისა ცნობილი ინგლისელი მსახიობი. ხო და დადგა ასეთი საკითხი დედოფალმა. ნუ არ ვამბობ კონკრეტულად. მოინდომა რომ მას პარტნიორად ყავდეს ამ ღამე რიჩარდ ლონგული. ნუ გადაერია პარლამენტი და რა ქნან ახლა. რიჩარდ ლონგული როგორ გააცოცხლა და წავიდნენ ედმუნდ კინთან და ითამაშო ესო. და მოიყვანეს და იმან შესანიშნავად ითამაშა ესო. მეორე დღეს აიგივე ქალბატონს მოუნდა რაღაც გეოლოგ მეცამეტე თუ რაღაც უბედურობა და ნუ ერთ სიტყვით ისევ იმასთან მივიდა. ედმუნდ კინთან და თხოვენ რომ უნდა შეასრულა ეს როლი. შეასრულა მას ამათ. და ბოლოს იმ დედოფალმა მესამე დღეს თქვა რომ ეხლა მომიყვანეთ ედმუნდ კინი. და მე ამოისუნთქა პარლამენტა და მივიდა ედმუნდ და ადვილია ეს უკვე თქვენ. რა ბრძანეთ ბატონობა? 20 წელიწადია იმპოტენტი ვარო. არაშეულებრივი რეზუმე იყო. აი რამდენს ნიშნავს გარდასახვა. კი. ხელოვნება ეს არის. არაშეულებრივი რეზუმე